ადრე რეკლამაზე გავალ თბილისის მერიის განცხადებას წაგიკითხავთ. დღეს 17 საათზე დასრულდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი. აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმად გასახითი ტერიტორიის საწყისი ფასი 6,233,000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6,326,495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. დედაქალაქის მერია ასევე ამბობს, რომ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20,000 კვადრატული მეტრი. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, ლაპარაკია 29 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო მერიის ეს განცხადება. რეკლამა და რამდენიმე წუთში ბექა ნაცვლიშვილთან, საკრებულოს წევრთან ერთად ბრუნდებით პირდაპირ ეთერში.